მანუკიანების ოჯახში ბავშვები დაუღალავად შრომობენ, რათა თავიანთი ყველაზე დიდი ოცნება აისრულონ და ამ მიწის ნაკვეთზე სათბური მოაწყონ, რომ სიდუხჭირეს თავი დააღწიონ და ეს მხოლოდ პატიოსანი შრომით გააკეთონ. ეს 10 წლის გაგიგია, დედმამიშვილებში ყველაზე უფროსია, ამიტომ პასუხისმგებლობაც მეტი აქვს, თუ როგორ მაგალითს მისცემს თავის უმცროსნებს. დღის განმავლობაში შრომისგან დაღლილი ბავშვი საღამოს თანაბრად უნაწილებს პურს თავის ზამიკოებს და თვითონაც გემრიელად შეექცევა მშიერი ბავშვი. ეს მშრომელი და პატიოსანი ნამდვილად იმსახურებს ოცნებების ასრულებას. ბავშვის მთავარი ოცნება პოტასები და ბურთია. გაგიგს ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვერ თამაშობს. რაქნა საბრალო ბავშვმა ტუფლებით ხომ ვერ ითამაშებს ფეხბურთს. უკვე აცივდა და ბავშვის ოცნებას ზამთრის ტანსაცმელიც დაემატა. მანუკიანების ოჯახში ბავშვები ასევე ფუნფულა ლოგინზე ოცნებობენ. բոլորով քնում ենք մի սենյակում, ուղղակի տեղ չենք անում. Ես շատ եմ սիրում ֆուտբոլ, երազում եմ ունենալ բոթասներ եւ գնդակ ու հեծանիվ։ Երբ որ ես կունենամ հեծանիվ, դուրս կգամ ընկերներիս հետ վարելու եւ նրանց էլ կնստեցնեմ, որպեսզի նրանք էլ վարեն իմ հեծանիվը։ Իմ ամենամեծ երազանքը այն է, որպեսզի ես ունենամ նոթբուք։ კეთილ ადამიანებო, ეს უმაგრესი ბიჭი არ იმსახურებს, რომ ასეთი გულდაწყვეტილი იყოს. ახალი წელი ახლოვდება. ეს ხომ მიშატოსნური პერიოდია, როცა ოცნებები სრულდება. დავეხმაროთ შეჭირვებულ ბავშვებს თავიანთი პატარა ოცნებების ასრულებაში და შემდეგ უფალი ჩვენს დიდ ოცნებებს აასრულებს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.